Assalamu alaikum. მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები მუსლიმთა სამართლო სასულიერო ლიდერებს, მივესალმები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელს, მივესალმები მრჩეველს, რელიგიის საკითხთა მრჩეველს, მივესალმები ჩვენ სტუმარს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თიკას ხელმძღვანელს, მივესალმები რაიონების, რეგიონების მუფტებს, ახუნდებს, ხოჯახანუმებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს და სრულიად დამსწრე საზოგადოებას. გილოცავთ ამას დღეს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ძვირფას დღეებში და თვეში ვიმყოფებით. ეს არის რებიულ ეველის მთვარე, თვე, რომელშიც დედამიწას მოევლინა სამყაროთათვის სწავლობად წარმოგზავნილი მუჰამმედ მუსტაფა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ. ქებადიდება ალლაჰს, მოწყალესა და მწყალობელს, რომ მან მოიღო ადამიანთათვის დედამიწაზე წყალობა და წარმოგვიგზავნა წყალობად შუამავალი, რომელმაც კაცობრიობა წყდიადიდან, სიბნელიდან, სინათლეში გამოიყვანა. უმეცრების ხანიდან ბედნიერების ხანაში შეიყვანა. კერპთა ყვანისმცემლობიდან ერთღმერთიანობის წმენისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ, სიძულვილისკენ, სიყვარულისკენ, უფროსების პატივისცემისა, პატარების, შებრალების, ობლების, შეწყალების, შიერთა დაპყრობის და ასე შემდეგ. მან გვასწავლა სამართლიანობა, ადამიანთა უფლებების დაცვა, არა მარტო მუსლიმების, არამედ არამუსლიმთა უფლებების დაცვა, არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველთა უფლებების დაცვა, არა მარტო მაღალი კლასის წარმომადგენლების სოციალურად, არამედ დასაქმებულების, მუშათა კლასის უფლებების დაცვა. და ზოგადად, რა თქმა უნდა, ის იყო სრულიად სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი. მას ყურანში გამჩენი ალლაჰი ასე მიმართავს: ესტაუზუ ბილლაჰ ვა მა ერსელნაკა ილლა რაჰმეტან ლილ ალემინ. სადაყალლაჰუ ალ-აზიმ. და არ წარმოგვიგზავნით არ შენ თუ არა წყალობად სამყაროთათვის. და მართლაც მე როგორც მუსლიმი ადამიანი ღვთის შიშით ხილად რომ დავდივარ და ჭიანჭველას რომ ფეხს არ ვაბიჯებ, იმ ჭიანჭველასთვის მუჰამმედ მუსტაფა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამის ქვეყნად მოვლინება წყალობა ყოფილა თუ არა. ბედირის ბრძოლის შემდეგ მუსლიმების მწინვალე გამარჯვების დროს, როდესაც ათობით, ასობით არამუსლიმი წარმართი თვე დაიყვანეს, ისინი არ უწამებიათ. გარკვეული საფაზურის ნაცვლად ზოგიც მუსლიმებზე წერა-კითხვის სწავლის საგაცოდ გაათავისუფლეს. ესე იგი, არამუსლიმთათვისაც მუჰამმედ მუსტაფა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამის ქვეყნად მოვლინება ალლაჰის მიერ წყალობა ყოფილა. და როდესაც მექას გასათავისუფლებლად 10,000-ობით ჯარისკაცით საოცე ჯარი მიდიოდა და წინ შემოხვდათ ძაღლი, რომელიც ლეკვებს აწოვებდა და ის არ შეაწუხეს, დააყენა ერთი ჯარისკაცი, რომ გვერდი აევლოთ ეს ცხოველისთვისაც მუჰამმედ მუსტაფა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამის მოვლინება წყალობა ყოფილა. ამიტომ იყო ის სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი. თქვენს ქვეშევრდომებს ჩააცვით ის, რასაც თქვენ იცვამთ და მიართვით ის, რასაც რომ თქვენ მიირთმევთ. მუშებს ყოფნის შუბლზე შეშობამდე გადაუხადეთ გასამჯელოო. და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, ქალთა უფლებები, ეს ქალბატონები გვესწრებიან, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ისლამამდე პერიოდში ქალთა უფლებები ასეთი მცნება არ არსებობდა. ქალი როგორც ლიფტი ბაზარში ისე იყიდებოდა, მაგრამ ისლამმა ქალები მაღლა დააყენა. 64 დედების ფეხქვეშ არის უგვით. თქვენ მეუღლეები, როგორც ალლაჰის ამანათი ისე მიიღეთ. ამიტომ უნდა გაუხდით ქალბატონებს, პატივი უნდა ვცეთ.
ისინი ხომ ჩვენი მანდილოსნები არიან, ჩვენი ცხოვრების სილამაზე არიან, რომლებიც ჩვენგან სიყვარულსა და პატივისცემას მოითხოვენ. მას ისწრაფეთ შუამავლის სიყვარულისკენ, ისწრაფეთ ყურანის შესწავლისკენ, ისწრაფეთ სუნნეთის ცხოვრებისაკენ, რომ მივაღწიოთ ერთიანად მშვიდ, ჰარმონიულ და ბედნიერ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის. Velhamdulillahi Rabbil Alamin.